Ჩემო საყვარელო გამომწერებო. აბა თუ მიხვდებით ახლა სად ვარ. ეს არის UFC 365 რომის კოლიზეუმი, სადაც მაქსიმუსი დაუპირისპირდება იმპერატორ კომოდუსს. მოკლედ მოგესალმებით. მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ რომიდან, კონკრეტულად ამ ისტორიული ნაგებობიდან, რომელიც 2500 წელზე მეტია გადმოჰყურებს დიდებულ მარადიულ რომს, ამ არენას უხილავს არაერთი დიდებული ბრძოლა, არაერთი დიდი გმირი, არაერთი დიდი ვაშკაცი კაცობრიობის ისტორიაში. ნუ ჩვენთვის ახლა ეს არის აიკონიკ ფიგურები, რა თქმა უნდა, ხო? ნუ გლადიატორები ესენი იყვნენ მონები, რომლებიც აი როგორც დღეს მაგალითად UFC-ს მებრძოლები არიან და ჩვენ ესე აღფრთოვანებით ვადევნებთ ხოლმე თვალს, ნუ მაშინ საკუთარი ნებით აქ არავინ არ მიდიოდნენ, აქ ბავშვობიდან ზრდიდნენ, მიყავდათ, ზრდიდნენ როგორც მებრძოლებს და შემდგომ შენიერ დღეს შეიძლება ის ადამიანი, ანუ ძლიერი გლადიატორი თუ ის ბევრ ბრძოლას მოიგებდა, გამხდარიყო SPKR, ანუ რომის მოქალაქე. ნუ ეს ახლა რამდენად გამოუვიდა ბევრს ეს საკითხი თემა, მაგრამ მე მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ კოლიზეუმიდან, რადგან ეს ადგილი, როდესაც მე პირველად ღამე ვნახე, ძალიან რომანტიკული იყო, საერთაშორისო მინდა გითხრათ. ნუ ხა წარმოიდგინე იმ შენობას რო აღიქვავ, სადაც ამხელა ისტორიული მოვლენები მომხდარა. და ეხლა ვიდეოში კარგად არ ჩანს, ეს არის უზარმაზარი შენობა. აი უზარმაზარი არის, აგერ არის მონუმენტებს ხედავთ. და ნუ ეს ის მხარეა, რომელიც მონგრეული არ არის, ანუ ეს რაც შემორჩა ისტორიას და იქიდან მხარეს, მეორე მხარეს არის უკვე მონგრეული. ეხლა ძალიან დიდი რიგი დგას, მეტი არა, ჩემი ტერი აქ შევიდე. ძალიან მეზარება. მაგრამ აქედანაც ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთან საუბარი მინდა გითხრათ. არ ზოგადად მე ვლოგერი არ ვარ, მაქედან გამომდინარე ცოტა რთულია ჩემთვის ასეთი ვიდეოების ჩაწერა, რადგან ძირითადად stand-up YouTuber-ი ვარ და ანუ როდესაც ფიქსირებული კამერა, როდესაც ფიქსირებული მიკროფონი, მაქედან უფრო დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეხლა მე იმდენი წელია უკვე სპიკერი ვარ, რომ ეს ჩემთვისაც არაფერი არ არის. მოდი ეხლა დავიწყოთ თავიდან. ვნახე რომი, ვნახე ფლორენცია, ვნახე ვატიკანი, რაღაც საოცარი შენობები ვნახე, რაღაც აი ფენომენალური ისტორიული ნაგებობები, აი რომელზედაც აი ეს თუ რეალურად არ ნახე, ანუ სურათით რაც არ უნდა ნახო, რაც არ უნდა ვიდეოთი უყურო, ანუ ის ემოციები, აი ეს აღმაფრენა და ის კარპე დიემ და დაიჭირე წამი, დამიჯერეთ საერთოდ სხვა რამეა, როდესაც ამას რეალურად აღიქვავ და რეალურად რო აღიქვავ, ანუ აი მე როგორ ფილოსოფიურად ფიქრდები რა, ესეთ რაღაცაზე, რამდენად დიდებული იყო ოდესღაც შენი ცივილიზაცია, რამდენად დიდებული და საიდან საჩამოვარდა ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეხლა მე თქვენ ედით შაგიგდებთ, ეხლა როგორი არის დღევანდელი რომი და როგორი იყო 2000 წლის წინათ. და მე ძირითადად რო ვატრაკებ ხოლმე აი რა არის ნამდვილი ევროპა, როგორი რატომ არის ევროპა რეალურად ცივილიზაციის ცენტრი, ხო? ანუ მე ყოველთვის გულისხმობ ანტიკური რომის სიძლიერეს, ანტიკურ საბერძნეთს, სტოიციზმს, ელინიზმს, ჰედონიზმს და ანუ მაგებს ძირითადად რაც ანუ ეს ლამაზიც, ანუ ეს ნანგრევები რო ეხა აქ არის და აი ეხა ბევრი შენობა კი მეზარება, ეხა კიდე იქით გავლა ძალიან დაღლილი ვარ უბრალოდ და ეხა ისედაც მიკროფონი მიჯდება, სამწუხაროდ ბევრი რაღაცა ჩავიწერე და მიჯდება, მაგრამ არა უშავს. მოკლედ მოგახსენებთ ჩემ შეხედულებებს ამასთან დაკავშირებით. ანუ მეგობრებო, ეს თუ ლაივში არ ნახე შენ, ანუ ძალიან რთულია გაუგო რეალურად რა არის ამ ყველაფრის მუღამი. რადგანაც ეხა აი რომში სიარული გადადგილება და თითოეული წერტილი, რასაც აქ ნახულობ, არის რაღაც ისტორიის ნაწილი. ან ნებისმიერ ქუჩა, სადაც არ უნდა ჩაიარო, იმის და მიუხედავად რომი ძალიან დიდია, ხო? და 1, 2 და 3 და 4 დღეც ცოტა იმისათვის რომ სრულიად მოინახულო ყველაფერი, ხო? აი დაგრჩება და შთაბეჭდილება, რომ რამხელა ჰედონიზმსა და რამხელა აღმაფრენას მიაღწია ადამიანმა ოდესღაც. რისგანაც ჩვენ დღეს დაცლებით, ანუ დაცლები რისგან ვართ, ანუ ემპათიისგან ვართ თანამედროვე ადამიანები დაცლები. ეხლა მე რატო უსვავ ამ ყველაფერს ხას? აი ნახეთ, ნებისმიერი სკულპტურა, რომელიც ჩემს უკან არის გამოსახული, ან ნებისმიერი ჩუქურთმა, ნებისმიერი ორნამენტი, რაც აქვს გამოსახული, გამოსახავს ადამიანის გამარჯვებას კულტურაზე რა, ანუ ადამიანის აღმაფრენას. ნუ ეს ყველაფერი რენესანსმა უფრო ტრანსფორმაცია გაუკეთა ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვანაირია. დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობა არის. მაგ სამყაროში, როდესაც ესენი არსებობდნენ, ხო? მაშინ ადამიანის როლი იმდენად გაზრდილი იყო და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დღესაც ჩვენ ცხოვრობთ
პოსტჰუმანიზმის ეპოქაში, სადაც AI-იმ, კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა და ისეთმა საზოგადოებრივმა ყოფაცხოვრების ნივთებმა ჩვენ დღეს ჩაგვანაცვლეს, რომ უინტერესო გახდა რა რეალურად. ან ბევრი რაღაცაში, ეხა მაგალითად შეგიძლია ტაქსი გამოიძახო მობილურით, შეგიძლია კომპიუტერში მარტივი ოპერაციები აკეთო, ანუ რეალურად ჩვენი საზოგადოებრივი და სოციალური როლები დააგდო. ანუ ნიკოლა ტესლა რომ ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ მომავალ სამყაროში კაცების როლი დაბლა დაიწევს, ეს ტყუილად არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ უახლოვდებით პოსტჰუმანიზმს. ანუ პოსტჰუმანიზმი არის ეპოქა, სადაც ადამიანის როლი არის დაკნინებული. ეხლა ჩემს უკარო კოლიზეუმს ხედავთ, აი ეს იყო დრო, როდესაც ადამიანს და კაცს ჰქონდა საკუთარი ტესტოსტერონისა და საკუთარი ჰედონისტური, აი კოსმოგენური, საერთოდ არსებობის მაქსიმუმი. რაც იმას ნიშნავს, რომ აი როგორც სოციალური დარვინიზმია რა, ძლიერები ჩაგრავენ სუსტებს, ოღონდ ეს ყველაფერი ხდებოდა სპორტული ხასიათის შეჯიბრებებში. ანუ აი ეს კუნთები რო არიან, აი ორნამენტები ჩემს უკან არ ვიცი რამდენად კარგად ხედავთ. აი ეს ყველაფერი გამოსახავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც არის ფიზიკურად ძლიერი, კუნთმაგარი, ხო? გამოსახავს იმ კულტურას, რაშიც ის ადამიანები ცხოვრობდნენ და დღეს რას გამოსახავს ადამიანი? დღეს არის ChatGPT-ის დრო, DeepSeek-ის დრო, დღეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, ანუ გვერხევა ნენელა. და მე რომ ამაზე ვატრაკებ, რომ ჩვენი როლები არ უნდა დავკარგოთ და ჩვენი კაცობა და ჩვენი კვერცხები უნდა შევინარჩუნოთ, რომ ამაზე ვამბობ, რომ უნდა იყოს ჩვენი მაღალი ტესტოსტერონი, უნდა დავკავდეთ მეტი სოციალური აქტივობით, უნდა დავკავდეთ მეტი კაცური შეხედულებით, ანუ სამყარო თავზე დაგვექცევა. და ეხლა რომ კოლიზეუმი ესე დანგრეულია ჩემო მეგობრებო, რომელიც, 476 წელს ალარიხის შემოსევამ რომის იმპერია გაანადგურა და ამით დასრულდა დასავლეთ რომის იმპერიის არსებობა. აი ჩვენც ადამიანებიც აი ესე კოლიზეუმივით ვიქნებით სამუზეუმო ექსპონატი. და ანუ ადამიანების მაგერად ივლიან, რავი, ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენლები, რობოტები და რა ვიცი, კიბორგები. და მე ეგეთი რეალობა არ მინდა. მე ეგეთი რეალობა ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ მე მინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ადამიანი არ დაკარგავს საკუთარ სოციალურ როლსა და საკუთარ შესაძლებლობებს. სხვა შემთხვევაში ჩვენ გადაშენების პირას ვართ, ანუ როგორც სახეობა, როგორც homo sapiens, აი მეცნიერულად რომ მივუდგეთ, როგორც სახეობა, ხო? ანუ გადაშენების პირას დავდგებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი ინოვაციურ სამყაროებსა და ჩვენს დღევანდელ რეალობას შორის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ტექნოლოგიამ გაგვასწრო და ჩაგვანაცვლა სრულად, აი ხო გეუბნებით, აი ესე დამდებენ კოლიზეუმში მერე და მიყურეთ. ოღონდ ამის მაგერად იქნება თბილისი. რა ვიცი, საბურთალოზე ან სადმე სოლოლაკში დამდებენ, სოლოლაკში ვარ გაზრდილი და ეს შემომდებენ და ვიქნები როგორც საექსპონანტო რაღაც ისა რა ქვია ძეგლი. და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა დაეცეს ჩვენი ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია მუდმივად იდგა ევროპულ ჰერმესიზმზე. ევროპული ჰერმესიზმი ნიშნავს, რომ ადამიანი არის და კაცი არის აბსოლუტურად სოციალური როლით ყველაზე ძლიერი არსება, მან უნდა იბრძოლოს გადარჩენისთვის, ის უნდა ჩაებას აბსოლუტურად ყველა დაპირისპირებაში, ცხოვრების ყველა გამოწვევაში უნდა იყოს მაქსიმალურად აქტიური, უნდა იყოს სპორტული აქტივობები დაკავებული, ის უნდა იზრუნოს საკუთარ სულზე, საკუთარ სხეულზე, ეს ყველანაირი ვიბრაცია რაც არსებობს და შემდგომ უკვე უნდა დაკავდეს ამ კარიერული განვითარებით, იმიტომ რომ რაც უფრო ფეხს ეხა ადამიანი როგორ იყო მაგალითად შუა საუკუნეებში. და რა პრობლემაა დღეს? აი დღეს რო ხერხემალზე ბევრ ადამიანს პრობლემა აქვს, ეს იმის ბრალია, რომ ადამიანი ცხენიდან ჩამოჯდა მანქანაზე. უფრო უარესი ცხენიდან მანქანიდან აგერ ჩემ კომპიუტერის სკამზე, გეიმინგ ჩიარზე. ანუ ამით რეალურად ხო, ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა მოუმზადეთ პოსტჰუმანიზმს. რომ ძალიან მარტივია, დავჯდები კომფორტულად. ეხლა მე ყოველდღიურად ვაიზოლებ უკვე საკუთარ თავს, რომ რაც შეიძლება მეტი ვიარო ფეხით, რაც შეიძლება მეტი ვივარჯიშო, რაც შეიძლება მეტი წყალი ვსვა, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმო ტექნოლოგიებს, იმის და მიხედავთ იუთუბერი ვარ და რა თქმა უნდა ამაზე უარს გამოქვაბულში ცხოვრებას ნახდა და ვაპირებ, მაგრამ უნდა დავაბალანსოთ ჩვენი რეალობა. უნდა დავაბალანსოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ეს კაცური ენერგეტიკა და ჩვენი ეს ადამიანური მაკროკოსმი არ უნდა დავკარგოთ ამ ყველაფერში და კოლიზეუმივით არ უნდა გავხდეთ რაღაცა ის ექსპონატი. მე არ ვაპირებ ამას ახლა და არ ვიცი თქვენ რა სიზავთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი რა საოცრება არის შეხედეთ რა. რა საოცრება არის ძმაო, ეს არის თელი კულტურა დამყურებს ახლა თავზე. რაღაც სიგიჟია რა და მე გირჩევთ რომ მოინახულოთ რომი ჩემთვის ყოველთვის კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრი იყო, დიდებული, მარადიული რომი, როგორც მარკუს ავრელიუსი იყო და არსებობდა ოდესღაც ოცნება, რომელსაც რომის იმპერია ერქვა და შესაბამისად ბევრი მაგალითი უნდა ვიღოთ ჩვენ აქედან, საერთოდ წიგნებს რო ვკითხულობთ, საერთოდ როდესაც ვაკვირდებით ადამიანის აღმაფრენასა და დაცემას, ხო, როგორც ვირგილიუსი იყო და
ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და რატო ეცემა ხა რომი რამ გაანადგურა რეალ რომი გაანადგურა სწორედ გაპიდარასდება მინდა პირდაპირ აგერ ხო გონიათ რამე ევროპაში ვარ ხა შუაგულში ევროპის ცენტრში აგერ კოლიზეუმთან და გეუბნები ევროპამ რამაც გაანადგურა და ბოდიში რომის იმპერია აი ის იყო რომ კაცები ქალებით რო ვეღარ კმაყოფილდებოდნენ გადადიოდნენ კაცებზე უკვე სექსუალური ორგიები ისენი რა ქვია გაუპატიურებები რაღაცა აღვირახსნილი სექსუალური ქმედებები რაც ხდება ნორმალურ კაცსა და ქალს შორის არსებულ სექსუალურ ცხოვრებას ამან რომის იმპერია დაასუსტა მასი პროვინციებზე გავლენა გაასუსტა დაასუსტა მისი დამოკიდებულებები დაასუსტა მისი ჰედონიზმი დაასუსტა მისი ჰერმესიზმი სიძლიერე და ჩამოჭრა და დედაუტირა ალარიხმა ამიტომ ყველანაირი იმპერიის დაცემის დასაწყისი ეს არის გახრწნა გარყვნილება და აღვირახსნილობა დღევანდელი ევროპა ზუსტად მაგასაა მიახლოებული და ზუსტად მაგის აი იმ უფსკრულის პირას დგას სწორედ მაგასთან რომ დღეს თუ ევროპა გაყვა ამ გზას ევროპა საკუთარ თავს გაანადგურებს და მე არ მინდა კაცო მე ესეთი მე მინდა განვითარებული მე მინდა ოჯახურ ღირებულებებზე მდგარი მე მინდა ქრისტიანულ ღირებულებებზე მდგარი ევროპა სადაც დაცულია ეს სტანდარტები თორემ ვინ ეწინააღმდეგება ეხა ბიძინა შესანიშნავი სიტყვები თქვა დასავლეთი არის უალტერნატივო რა თქმა უნდა ევროპა არის ცივილიზაციის ცენტრი მაგრამ როგორი ევროპა ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ ხო არ უნდა ვიყოთ ბრმები რასაც გვაძლევენ ყველაფერი მივიღოთ შესაბამისად ღირებულებები ფასეულობები ჩვენ ტვინში ზრდილობა კულტურა ქალთან ურთიერთობა დიდისა უმცროსისა და უფროსის პატივისცემა მეგობრის გვერდში დგომა სიყვარული ერთგულება ეს არის ევროპული ღირებულებები და ევროპული ღირებულებები არ არის ტრაქში ტყნაური ევროპული ღირებულებები არ არის LGBT უფლებები ეს საერთოდ ევროპა არ არის ეს არის შემოტანილი და გახრწნილი ცივილიზაციის ნაწილი რომელიც აღმოსავლეთ როგორც ალექსანდრე მაკედონელი არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის ასწავლიდა რომ ყველანაირი გახრწნილება რაც არსებობს შემოდისო აღმოსავლეთთანო სპარსეთიდან და შესაბამისად რაც ცუდია უნდა გავფილტროთ რაც კარგია უნდა შევინარჩუნოთ რა ვიცი დანარჩენი რავი მშვენიერია ყველაფერი რავი რა გითხრათ ქალაქი ცოტა კი არა საკმაოდ ძვირია რავი თბილისის უფასეი ბევრად იაფია ჩემი აზრით გინდა ევროებში და გინდა ლარებში რო შეადარო რავი რამე საქართველოს მაინც არაფერი მირჩევნია მაგრამ ისტორიული ადგილები და ის ნაწილები მისი ნახვა ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თავგადასავალია ყოველთვის და შევეცდები რაც შეიძლება მეტი ისტორიული ნაგებობა და ადგილი ვნახო დროებით მეგობრებო მიყვარხართ ყველა